მოგესალმებით ეთერში გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოტრაუმატოლოგი და ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ქეთი მღებრიშვილი. მოგესალმებით ქეთი და მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მობრძანება ჩვენ სტუდიაში, იმიტომ რომ გარდა პირადი სიმპათიისა, მეგობრობისა და სიყვარულისა, ბევრი რამ მაკავშირებს თქვენთან პროფესიულიც. და მინდა აღვნიშნო, რომ თუ კი თქვენ დიდი ხანია ამ თემაზე მუშაობთ, ტრავმაზე კერძოდ და თუ კი რამე შეიძლება ადამიანს ესწავლა და გაევლო, თქვენ ეს მოახერხეთ. და ამიტომ განსაკუთრებით აღვნიშნე, რომ თქვენ ხართ ფსიქოტრაუმატოლოგი, თუმცა რა თქმა უნდა, თითქოს სხვა ფსიქოთერაპევტებიც მუშაობენ ტრავმაზე, მაგრამ ის ჩაღრმავება, რაც შეიძლება ადამიანმა თქვენთან მოახერხოს, ცოტა რთული გასაკეთებელია სხვასთან და ამიტომ დღევანდელი საუბარი შეეხება ტრავმა როგორც ანაბეჭდი, ტრავმა როგორც ის რაღაცა გამოცდილება, რომელიც კონსერვდება და შემდგომში გარკვეული ტიპის ქცევის კონსოლიდაციას იწვევს და ეს ქცევა შეიძლება იყოს არაადაპტური აბსოლუტურად და ეს ქცევა შეიძლება იყოს იმასაკის ადამიანისთვის დამახასიათებელი, რა ასაკშიც ტრავმა ადამიანს დაემართა. ხშირად ეშლებათ სტრესი და ტრავმა ერთმანეთში. სტრესი როგორც ყოველდღიურობა და ტრავმა როგორც ანაბეჭდი. მოდით ვისაუბროთ პირველ რიგში იქნებ განმარტოთ ქეთი რა არის ტრავმა და შემდგომ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. მადლობა. ტრავმა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა არის და როგორც აღნიშნეთ მარინა, ხშირად გაიგივებულია სტრესთან. მაგრამ ტრავმა უფრო მეტი არის შინაარსობრივად თავისი მოცულობით, ვიდრე სტრესი და აქედან გამომდინარე, ტრავმა შეიძლება ჩვენ უფრო გასაგები რო გახდეს, შევადაროთ ერთგვარ ჭრილობას. ჩვენ ვიცით ჭრილობის სხვადასხვა სახეები, ხო, ფიზიკური ჭრილობა, მაგრამ არსებობს ასევე ფსიქოლოგიური ჭრილობა. ფიზიკური ჭრილობის შემთხვევაში ჭრილობა შეიძლება იყოს ნაკვეთი, შეიძლება იყოს ღრმა, შეიძლება იყოს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, შეიძლება იყოს დაბეჟილობით, ანუ სხვადასხვა ფორმა. დაახლოებით მეტაფორულად თუ წარმოვიდგინთ, შეიძლება შევადაროთ, რომ ფსიქოლოგიურ ტრავმას დაახლოებით ისეთივე და არა უფრო კიდე ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტი ტკივილი და უფრო მეტი განსაცდელი მოაქვს, ვიდრე ვთქვათ ჭრილობას თავისთავად. ის შეიძლება ასევე შევადაროთ მეტაფორას გამოვიყენოთ, რომ გასაგები გახდეს. შევადაროთ ასევე წყალდიდობას, როდესაც თქვა წყალდიდობა არის გარკვეულ ტერიტორიას გადაფარავს თვითონ წყალი და როდესაც უკან იხევს, ტოვებს თავის ნაკვალს. ადამიანშიც დაახლოებით აი ესეთ კვალს ტოვებს, რა დაზიანებები დარჩა, აი შემდგომში ხდება ამისი გამოკვეთა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აი სტრესის შემთხვევაში სტრესული მოვლენა მოხდა, ის დასრულდა, მაგრამ ტრავმის შემთხვევაში ის როგორც ანაბეჭდი ის ერჩება ადამიანის ფსიქიკაში. ის ერთგვარ ცხოვრებას იწვევს ფსიქიკური სხეულის. ეს იმდენად დიდი არის და იმდენად ძლიერი არის, რომ ადამიანის გამოცდილებაში არ ყოფილა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიკვდილთან არის ასოცირებული, ან საშიშროება არის და ამ შემთხვევაში სწორედ აი ესეთი ძლიერი დარტყმისეული და მისი ადამიანის გამკლავების მექანიზმებს და ამავდროულად დაცვით მექანიზმებს ანგრევს. ადამიანი ვერ ასწრებს იმის გაცნობიერებას, თუ რა ხდება მის თავს, რა მოხდა. ანუ მანამდე თითქოს აი გადაყლაპა ის რომ ვერ გააცნობიერ თუ რა მიიღო. სხვათაშორის მე ვიცი რომ თქვენ წლებია, ათეულობით წლები შეიძლება ითქვას მუშაობთ წამების მსხვერპლებთან. ეს წამება სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, ასევე დანაკარგის
ეს დევნილები და ვთქვათ იგივე პატიმრები და ასე შემდეგ ადამიანები, რომლებიც დაექვემდა ბარენ გარკვეული ტიპის წამებას და არანორმალურ მოპყრობას. და შემდგომში, აი მაგალითად ომის შემდგომი პერიოდი, ჩვენც მუშაობდით სხვადასხვა შეერაღებულ ძალებში, სხვადასხვა ნაწილებში შევდიოდით და ახასიათებს თუ არა მას აი ეს ეგრეთ წოდებული ფლეშბეკებს რო იძახიან, რაღაცის შემოჭრა და რა დროს ხდება ეს. ზოგჯერ აბსოლუტურად შეიძლება მშვიდ, სწორ ადგილას ადამიანში დაიწყოს ძალიან მაღალი შფოთვა და ბრძოლა გაქცევის რეაქცია ჩაერთოს. და დაიმალოს, შეიკუმშოს ან რა ვიცი რაღაცა ისეთი აკეთოს, რომელიც შეიძლება იმ მომენტში იყოს სრულიად არაადეკვატური. და რა არის ეს, რა იწვევს ამას? ცოტა შორიდან დავიწყებ იმისათვის, რომ ტრავმა განვითარდეს და ვითარდება, სამი კლასტერი არის გამოყოფილი. ეს არის შემოჭრილი მოგონებები. შეიძლება შემოჭრილი მოგონებები იყოს სიზმარში, ასევე სიზმრის სახით. ის რაც არის შემოჭრილი და ასე ვთქვათ, როგორც ანაბეჭდი, არის ის დაუმუშავებელი მასალა, რომელიც ადამიანს არ ძალუც ეს გადაამუშავოს. ამიტომ ეს შემოჭრილი მოგონებები შეიძლება იყოს იგივე ფლეშბეკის სახით, შეიძლება იყოს ვთქვათ ფრაგმენტების სახით, ხატების სახით, ასევე შეიძლება იყოს შეგრძნების სახით და აი ფლეშბეკის შემთხვევაში ხდება თითქოს აი ადამიანი კარგავს დროს. ვინაიდან ესეც საინტერესო არის ამისი ახსნა გამომდინარე იქიდან, როდესაც მატრაუმირებელი მოვლენის ზეგავლენა არსებობს და არის ამ შემთხვევაში ჰიპოკამპი, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის, მოხდა ცოტა ნეირობიოლოგიასაც შევეხები, იმიტომ რომ მთლიანობაში რო გამიხო ფრაგმენტულად ხდება აღქმა, რომ მთლიანობაში აი მეხსიერებაში ფრაგმენტულად არის შემოჭრილი და ამიტომ ეს ფრაგმენტაცია ითხოვს გარეთ გამოსვლას, ითხოვს აი განთავისუფლებას და ესეთი შემოჭრის სახით ხდება გარკვეულ შემთხვევაში. ეხლა თანამედროვე ლექსიკონში ხშირად ფლეშბეკი აბსოლუტურად განსხვავებული არის. ეხლა ჩემ პრაქტიკიდან მოგახსენებთ, რომ ერთ ადამიანთან, რომელთან მიწევს მუშაობა, არის თავის საქმიანობაში დაკავებული და უცბად შეიძლება ისე უცბად შემოეჭრას, რომ აი გაშეშდეს, გაქხვდეს და მერე აი უკვე კარგავს იმ გარემოს, სადაც დროს და სივრცეს. ხო, ერთ-ერთი დამახასიათებელი არის ფლეშბეკისათვის. შემდეგი კლასტერი ეს არის გარიდება. მატრაუმირებელი მოვლენის დროს, ხშირად ვიყენებ ამ მატრაუმირებელი მოვლენის ტერმინს, იმიტომ რომ მართლა საინტერესოა და უფრო რომ გასაგები გახდეს, ემოციები თითქოს იყინება. ეს აბსოლუტურად უჩვეულო არის ამ შემთხვევაში ადამიანისთვის. ამავე დროს ახდენს გარიდებას, რომ იმდენად უჩვეულო მდგომარეობაში იმყოფება, რომ სამყარო იცვლება მის წარმოსახვაში, მის არსებაში იცვლება და ის რაც ვთქვათ წინა ასე ვთქვათ პირობითა წინა ცხოვრებაში იყო აბსოლუტურად წარმატებული, იყო ანუ საქმეში იყო ჩართული, სწორედ ტრავმამ წაიღო მისი კრეატიულობის და შემოქმედობითობის პოტენციის ნაწილი წაიღო. და ამ შემთხვევაში, ეხლაც მახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც წარმატებული ადამიანი, რომელსაც არჩეულებრივად ფლობდა ინსტრუმენტს რა სფეროშიც ის მუშაობდა, ტრავმის მერე საერთოდ ვერ კიდევდა ხელს. ხელები უკანკალებდა. მაგრამ შემდგომში როდესაც უკვე ეს გადამუშავება და გადალახვა დაუბრუნდა და ჩვეულებრივ მოღვაწეობას ეწევა დღესაც. შემდეგი კლასტერი ეს არის
აგზნების, ანუ ეს არის აფექტის რეგულაციის დარღვევა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ანუ ემოციური რეგულაციის ემოციური. მაგალითად შეიძლება ადამიანს უცბად ვერ აკონტროლებს ეს ემოციებს, თუსაც შემოეჭას ბრაზს, მრისხანების შემოტევები აქვს. აი მრისხანების შემოტევები აქვს. ვერ აკონტროლებს თავის ემოციებს. შემდგომში ეს მისთვის პრობლემა ხდება და უფრო მეტად უფრო იკეტება და უფრო მეტად ანდაპირიქით შემდგომ ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც აიჩემებს ადამიანს და ესეთი ის ხდება დემნის ობიექტი ხდება. გარკვეულ შემთხვევებში არა ყოველთვის ხო, სადაც გარკვეული შემთხვევები, მაგრამ ეს ერთ-ერთ დამახასიათებლებს წარმოაჩენ ახლა აი ამ კლასტერის. ხო, იმიტომ რომ თითქოს შეიცვალა ადამიანი, გადაბრუნდა, აბსოლუტურად 180 გრადუსით შეიძლება შეიცვალოს. მოდის აგრესია, მოდის რაღაცა უკონტროლო ქცევა. და კიდე დავამატებ, აზროვნებაშიც ხდება ცვლილებები, ადამიანს აქვს ბაზისური რწმენათა სისტემა, რომ ადამიანი არის უკვდავი, საკუთარი თავის პოზიტიური აღქმა და სამყარო არის სამართლიანი. აი სწორედ ეს ილუზორული არის, მაგრამ როდესაც ვთქვათ, ჩვენ უყურებთ გადაცემებს და უყურებთ რაღაცა გარკვეულ, ვთქვათ, საშიში, შინაარსის შემცველ სიკვდილთან დაკავშირებულ სიუჟეტებს, გონია რომ ეს ჩვენ არ გვეხება. მაგრამ როდესაც ადამიანი შეეჯახება, იმსხვრევა მისი უკვდავების, ასე ვთქვათ, განცდა რწმენა. და ასევე საკუთარი თავის პოზიტიური აღქმა, რაც მე ცოტა ხნით ავღნიშნე, რომ ადამიანი იყო აბსოლუტურად წარმატებული, შემოქმედებითი და დაკარგა ინიციატივა. თითქოს ატროფირებული არის ის უნარჩვევები, გარკვეულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ხაზგასმით აღნიშნავ, არა ყველა შემთხვევაში, თითქოს ატროფირებულია და აქაც გარკვეულად ხარისხებია, ხარისხობრივათაც შეიძლება აღნიშნოთ, რომ ვის ყველაფერი ინდივიდუალური და დამოკიდებული არის ადამიანის კონსტიტუციაზე, მის მედეგობაზე, ესთან გამკლავების მექანიზმებზე და სწორედ კვლევებმა აჩვენა, ახლა მე როგორც პოსტტრაუმატული სტრესის სპეციალისტი, ფსიქოტრაუმატოლოგი, შემიძლია ასევე აღვნიშნო, რომ ტრავმა ერთ წამში ხდება, მაგრამ ამ დროს მას საწყისი უდევს ადრეულ ბავშვობაში. ბავშვობაში გადატანილი ტრავმები ასეთად ხელშემწყობი არის შემდგომში განვითარებული მატრაუმირებული მოვლენის ზემოქმედების შედეგად. დიდი მადლობა ამას შეეხეთ, იმიტომ რომ მე ხშირად როგორი განცდა მაქვს, იცით, ქეთი, როდესაც სიცოცხლის ხაზგან ვიხილავ ადამიანის ცხოვრების ხაზს, ხო? და თითქოს ძალიან მეყვარს ეს გრაფიკული წარმოდგენა, რომ თითქოს ის რაღაცა პატარ-პატარა თუ დიდი, ერთი შეხედვით ზოგჯერ მშობლისთვის აბსოლუტურად შეუმჩნეველი რაღაცა ტრაუმული გამოცდილებების თითქოს დაკონსერვება ხდება და რაღაცა მომენტში შეიძლება გარდატეხის ასაკში ან დასრულობაში დაეჯახოს და რეზონირება მოხდეს და ამოიყაროს ეს ყველაფერი და თლიანად შეიცვალოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი, საერთოდ აზროვნებაც და ეს იყოს გამომდინარე სწორედ იმ წინა პირობებზე და სხვათა შორის აი პერინატალური მუცადყოფნის პერიოდში არსებობს, რომელიც უკვე კვლევები არის ამაზე, უამრავი კვლევა არის, ასევე ბავშვობის, იმიტომ რომ 6 წლამდე ხდება პიროვნული კარკასის ჩამოყალიბება და ბევრი რამ სწორედ აი აქ არის, ბევრი რამის წინაპირობა და დასაწყისი. და აი ბავშვობის ტრაუმებზე რა სიტყოდით და მათ გამოძახილზე უკვე შემდგომში. ძალიან საინტერესო თემა არის რაიხი სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ერთ-ერთი წამყვანი თეორეტიკოსი, ასევე ლოუელი, ასევე პიტერ ლევინი, გროფი აღნიშნავენ სწორედ პრენატალური პერიოდის, მუცლადყოფნის პერიოდის პროცესში ერთგვარად ზემოქმედების გავლენას ნაყოფზე
დედა თუ იმყოფება პროლონგირებული, გახანგრძლივებული სტრესის ქვეშ, ან შეიძლება მიიღო ერთჯერადი სტრესი. მაგრამ უფრო საუბარი არის პროლონგირებულ სტრესზე. ასახვას პოვებს ნაყოფზე. ანუ განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, როდესაც ყალიბდება ნერვული სისტემა. როდესაც მისი როგორც კონსტრუქტი ყალიბდება, ხო, მუსლადყოფნის პერიოდის. ის გარკვეულწილად თითქოს იწერება, სწორედ რაიხი ამბობდა, კუნთურ დონეზე იწერება და სუნთქვის, ანუ შემდგომში შეიძლება სუნთქვასთან დაკავშირებით გარკვეული მომენტები აღმოჩნდეს უკვე დასრულობაში. ასევე სამყაროსადმი დამოკიდებულება, მიმღებლობა, უსაფრთხოება, აი ეს თემები მოდის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის დაბადების პროცესი, აი როგორ გადის გზებს, ხო, ეს სამშობიარო რო გზებს ძალიან მნიშვნელოვანი არის და დაბადება. რა თქმა უნდა, უკვე პერინატალური პერიოდიც უმნიშვნელოვანესია. თუ ბავშვი, თქვათ, მუსლადყოფნის პერიოდში პირობითად იღებს რაღაც გარკვეულ ინფორმაციას დედის სტრესიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე, როდესაც ის იბადება, თუ არის ერთგვარი სამოთხის გარემო იქმნება მისთვის, ის ფაქტობრივად გადაფარავს. ასე ვთქვათ, გადაფარავს და ის ჩანაწერი თითქოს მინელდება პირობითად ჩანაწერს მუსლადყოფნის პერიოდის, ხო? და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობაა, როდესაც დედა-შვილის ურთიერთობა, ანუ თვალი-თვალში, დუდუსწოვის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი არის. შუაზღვის მე დამავიწყდა აღნიშნა, რომ სულ რამოდენიმე EMDR სპეციალისტია საქართველოში და ერთ-ერთი თქვენ ხართ, სწორედ რომელიც გულისხმობს თვალის ტრაექტორიით ტრამვაზე მუშაობას და ეს ძალიან საინტერესოა, ამაზე აუცილებლად გკითხავთ და უბრალოდ აი მუსლადყოფნის პერიოდში ისიც კი, რომ თუ დედას არ უნდა ეს ბავშვი, ეს ინფორმაცია მასთან მიდის. ან თუ დედას ეს ბავშვი იმისთვის უნდა, რომ შეაკავოს თავისი მეუღლე, რომელიც წასვლას აპირებს. ეს ინფორმაციაც მიდის და შემდგომში შეიძლება მთელი ცხოვრება თითქოს ის გამშველებელი, მომრიგებელია, ან სულ გაბრაზებულია, ან სულ რაღაცას ედავება მშობელს. და რას ედავება თვითონაც არ იცი, ახლა რომ დაფიქრდება, იც ხედავს, რომ მშობელი ყველაფერი გაუკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ ის რომ არ უნდოდა, ან აბორტზე ფიქრობდა, ესეც კი არ იკარგება. და თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და სწორედ ამის გადაფარვა და გამქრთალება ხდება. ბევრი დიდი მცდელობებით, რომელიც აუცილებლად დედამ და მამამ და იმ უახლოესმა გარემოცვამ უნდა მოახერხოს ბავშვთან მიმართებაში, რომ მას არ შეერყას ნდობა ბაზისური ნდობა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი შემდგომ ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ თუ ის არ ენდობა სამყაროს, ეგრეთ წოდებულ სამყაროს, როგორც ეძახიან, მაშინ ის არ ენდობა არც არავის, არც თავის თავს, არც მშობლებს, არც უახლოეს გარემოცვას, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი და აი თქვენ რომ ბრძანეთ ეს თვალში ყურება, ეს არის ერთი ამით ცუცუთი კვებაზე ჩვენ ამ სტუდიაში ბევრი გვისაუბრია ექიმებთან და ფიზიოლოგებთან, მაგრამ აი როგორც ფსიქოლოგთან, რა არის ეს? რა ტრაექტორია ეს? რას უყურებს ამ დროს ბავშვი, რას იმახსოვრებს მისი ტვინი? თვალში ყურება სწორედ აქედან იწყება დაცულობის განცდა. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ დედა მასთან არის მთელი არსებით, მთელი გულისყურით. ამ შემთხვევაში ბავშვი მშვიდად გრძნობს თავს, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება.
არ ხდება. და შეიძლება დაკავებული იყოს რაღაც გარკვეული ფიქრებით. შეიძლება იყოს კიდევ დაკავებული, მაგრამ აი ის თვითონ არსით უნდა იყოს ბავშვთან. ესმოდეს მისი საჭიროებები ესმოდეს. ეს მთელი ხელოვნება არის. ეს არის აი როგორც პროფესია ისე შეიძლება. აი დედობა საერთოდ პროფესია არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხო და არსებობს პროფესიონალი დედები, რომელიც ესეც გარკვეულწილად იშვიათობას წარმოადგენს. და აი დედა-შვილის ურთიერთობა, მაგალითად აი ცხოვრზე ორიენტირებული თერაპიის ერთ-ერთი მიდგომაც არის თვალზე მუშაობა, იმიტომ რომ თვალსაჭიერიდან იწყება სამყაროს შეგრძნებები, ძუძუს წოვის მომენტი და ამავდროულად შეგრძნებებით იმ აღქმით ეს დედა არის ერთგვარი თვალსაჭიერი და ამ თვალსაჭიერიდან ხდება მერე ერთგვარად სამყაროს აღქმა და დანახვა. თუ არ არის გულის ყურით, ამას ბავშვი გრძნობს. ეგოცენტრიზმის ერთ-ერთი ყველაფერს გრძნობს და გუნიათ. და თან კიდევ ცით რა არის სუფთა ბიოქიმიურ დონეზე, ფიზიოლოგიურ დონეზეც დედის რძე შეიცავს წარმოუდგენელი ბალანსი არის ყოველდღიურ საჭიროებაზე გათვლილი. ანუ ინფორმაცია იცვლება რომ რა ჭირდება ბავშვს, ის მოდის მერე დედის რძით და შეიცავს ისეთ ჰორმონებს, რომელიც ნდობასა და უსაფრთხოებას იწვევს ადამიანში. გარდა მაგისა, რასაც ვერაფრით ვერ იზამს ადამიანი ხელოვნური კვებით გამორიცხულია, ეს რაც არ უნდა კარგად დაბალანსებული იყოს, ეს ყოველდღიურობა, ჰოლისტურობა და ეს დინამიკა ვერაფრით ვერ იქნება. ну, რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაცია, როდესაც არ შეიძლება დედის რძე, ანუ შეუძლებელია ამის გამოყენება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს უპირატესობა ალბათ უნდა იცოდეს მომავალმა დედამაც და ყველა ჩვენთაგანმა. თქვენ ახსენეთ ნეირობიოლოგია და მე მინდა გთქვა, რომ თავის ტვინი როგორც კომპიუტერი თუ კომპიუტერია როგორც თავის ტვინი, ისეთი და აი ფოლდერებია, სადაც არის ჩალაგებული და ჩაწყობილი კადრირება ხდება. კადრებით მთელი ეს არაფერს არ ივიწყებს. სიტყვა, კადრი, ნათქვამი, სუნი, გემო, ეს ყველაფერი ახსოვს და ამის ყველაფრის იდენტიფიცირებაც ხდება, მაგრამ ეს არის პასიური მეხსიერება, ეს არ არის აქტიური მეხსიერება. რაღაცნაირად მუშა მეხსიერება სხვა არის, კიდევ რაღაცა ის რაც მუსატყოფნიდან ახსოვს ადამიანს და არა მარტო წინაპრების ისიც კი გადმოდის ჩვენზე, ეს ცნობილია ხო, რაღაც იგივე განლაგებები დღეს ამ ბევრ საუბრობენ ამაზე, იგივე ოჯახური ფსიქოთერაპია, ვირჯინია სატირი, რომელიც პირდაპირ ხეს განიხილავს, ხო, რაღაცა ტრავმა შეიძლება იყოს ტრანსკულტურალური, ტრანსგენერაციული, რომელიც გადმოდის თაობიდან თაობაში და ამისი ყველაფრის შემნახველი არის ტვინი. და ხშირად ხდება სწორედ ის, რომ მთელი ადრენერგული სისტემა, მთელი რა ვიცი, ასე ვთქვათ, ჰუმორალური ნერვული სისტემა შეიძლება აღმოჩნდეს ზემოქმედების ქვეშ და აი აქ არის სწორედ ფსიქიკა განკარგავს მერე ფიზიკას, როგორც ყოველთვის, ხო? სხეული განიკარგება ფსიქიკისგან. და როგორ შეიძლება ამაში ჩავერიოთ თერაპიული მეთოდებით და როგორ შეიძლება ადამიანმა ის მოინელოს. რა თქმა უნდა, იცით, შეიძლება ფიზიკურ ჭრილობას რო საუბრობდით, შეიძლება ის ჭრილობა, რომელიც ბავშვობაში მივიღე, მთელი ცხოვრება იარად მქონდეს, რომ დავხედავ. მაგრამ მას არ ქონდეს სიმწვავე. და შეიძლება ღიმილითაც გავიხსენო, მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიური ტრავმა, თუ ის არ არის მონელებული, ის ყოველ შეხებაზე ხუმრობა იქნება ეს თუ რაღაც სიტუაცია, მუსიკა, რაც კი შეიძლება შეეხოს ადამიანს იმ ადგილას, აი დაფარულ შინაარს და იწვევს მის აფეთქებას, მის არადაპტურ ქცევას, გაქცევას, განრიდებას და ასე შემდეგ და აი როგორ ხდება თქვენთან მოსულ ადამიანთან, როგორ მუშაობთ? მათ შორის აი ამ თვალზე, იქნება ხელზე ორიენტირებულზე თუ ზოგადად თქვენ PTSD-ის როგორც თქვენს ბრძანეთ და მეც თავიდან ვეთქვი სპეციალისტი ბრძანდებით და არა მარტო და ჩემი პატივისცემა თქვენ გამოცდილებას, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული გამოცდილება, იმიტომ რომ
პრაქტიკულად თუ კი რამე ეგეთი ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ყველა ადრესატი ყველა მოდიოდა თქვენთან. და ეს უნდა აღენიშნოს აუცილებლად. ძალიან მნიშვნელოვანი არის მე ძალიან გამზარდა ამ სფეროში მუშაობამ ფაქტობრივად 2005 წლიდან კონკრეტულად ტრაუმული სტრესის მიმართულებით დავიწყე მუშაობა და ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ გვიწევდა მუშაობა სოლიდან დავიწყე დევნილებთან და დავდიოდით დევნილთა დასახლებაში თემი სადაც იყო და იქ ვეძებდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჭირდებოდათ ფსიქოტრაუმატოლოგიური დახმარება. და რატომ? იმიტომ რომ იმდენად თუ როდესაც აღმოვაჩენდით, მე უხსნით ფსიქოგანათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა, უდიდესი მნიშვნელობა, როდესაც ადამიანი ვერ ხვდება რა ხდება მის თავს. ვერ ხვდება თუ ასე უცბად კი, რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება ხვდება, მაგრამ უცბად პიროვნება შეიცვალოს, ეს საკმაოდ რთული აღსაქმელი არის. და სწორედ ჩვენ ვამზადებდით ადამიანებს, როდესაც დაგვეწყო მუშაობა, ოღონდ უკვე ჩვენ ცენტრში, სადაც ხდებოდა ეს მომსახურეობა და ასე აი რუდუნებით ვამუშავებდით ამ მიმართულებას და თავარი ის არის, რომ ეს ვინაიდან ბიოფსიქოსოციალური პრობლემა არის. თავისი მოდელიც არსებობს ჩარევის. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს მულტიდისციპლინარული გუნდი, სადაც არიან ფსიქიატრებიც, ფსიქოსომატოლოგებიც, ფსიქოლოგებიც, სოციალური მუშაკი, ასევე ფსიქოთერაპევტი, გარკვეულ შემთხვევაში იურისტიც კი. და აი შემდგომ ასე დინამიკა განვითარდა, ანუ რა საჭიროების დამიხედვით, ანუ ჩარევაზე როცა საჭირო, მინდა ჰოლისტურად დავინახოთ ჩარევის მომენტები. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მუშაობ კონკრეტულად ტრაუმაზე, მაგრამ ტრაუმას თანხლები გარკვეული ფსიქოსომატური დარღვევები კონდეს, ფსიქიატრიული და ფსიქოტრაუმა ფსიქიატრიის სფეროს ეკუთვნის, ხო? მაგრამ შეიძლება იქ საჭირო იყოს ნევროლოგის ჩართულობა. ფსიქოთერაპიული პროცესი იწყება ნდობის აშენებით. იმიტომ რომ ადამიანმა, ვინც გადაიტანა ტრაუმული სტრესი, მას აქვს იმდენად უსუსურია და იმდენად დაკარგული აქვს ის ბაზისური საწყისი, ის რწმენა, აი რწმენის ნელ-ნელა აღდგენით იწყება. მიდგომა არის ძაბრისებული, ვიწყებთ პერიფერიიდან და მერე ნელ-ნელა ჩავდივართ და მივდივართ ტრაუმის გადამუშავებასთან. შემდგომი ეს არის ფსიქოგანათლება, როგორც აღნიშნე, მაქსიმალურად განმარტება თუ რა ხდება ამ მომენტში და ამ პროცესში. როგორც მეტაფორა მომყავს ასეთი მაგალითი, თქვათ გრიპი. გრიპს ახასიათებს თავისი სიმპტომატიკა. შეიძლება იყოს სურდო, შეიძლება იყოს თავის ტკივილი, ტემპერატურა, შინაგანი კანკალი და ასე შემდეგ. ასევე ტრაუმულ სტრესს ახასიათებს თავისი სიმპტომატიკა. ანუ უკვე ერთგვარი დისტანცირება ხდება თავის მდგომარეობასთან და ცოტა სხვა კუთხით შეხედვა. და შემდგომში უკვე აი ამ ემოციებზე, ანუ 4 დონეზე მუშაობა, ეს არის ემოციურ დონეზე, კოგნიციურ დონეზე, სხეულის დონეზე და შემდეგ ცევის. სხეულზე მუშაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ 72
95% ვართ სენსორული ბიოსენსორული არსებები ვართ და 25% არის ემოცია. და სწორედ სხეულში, როგორც ვანდერკოკი აღნიშნავს, სხეული ინახავს იმ ენერგიას და იმ მახსოვრობას, რომელსაც გამოტანა ჭირდება და დამუშავება ჭირდება. და რაც შეეხება თვითონ ტრამვის გადამუშავებას, ესეც მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ხდება მატრამერებელი აგენტის შემოჭრა, ის ტვინში ერთგვარად იკავებს ადგილს დაუმუშავებელი ნაწილი და ანუ ადაპტური ნაწილი თავისთავად არის და არის არაადაპტური ნაწილი, ხო? ამ შემთხვევაში თუ ავიღებთ ნეოკორტექსი თქვა ავიღოთ, ხო? პრეფრონტალური, ხო, ის ნაწილი, ხო? ტრამვის შემთხვევაში სუსტება და ის ხო აღმასრულებელი ნაწილი არის, ხო? და ანუ ის ლოგიკა ის ვერ ასწრებს, შესუსტებული არის. ამიტომ წინა პლანზე მოდის შფოთვა, რომელიც ამიგდალა ასე ვთქვათ გენერირებს, ვინაიდან ამიგდალა არის საშიშროების ინფორმაციის მომწოდებელი და ის მუდმივად ჩართული არის. ამ დროს ჰიპოკამპი, რომელიც მეხსიერების თანმიმდევრულობას განაგებს, ეს მეხსიერება ფრაგმენტულად ხდება, ანუ მთლიანობაში ვერ იმახსოვრებს. ამ დროს მეტყველება, ქართულ ენაში არის ასეთი გამოთქვა დადუმდა. ანუ მეტყველება, ანუ მისი ვერბალიზაცია გადატანილი ტრამვის ძალიან რთული არის. და სწორედ ფსიქოთერაპია, კონკრეტულად EMDR, დესენსიბილიზაცია ტრამვის გადამუშავების თვალის მოძრაობის საშუალებით, მე ძირითადად უფრო ვიყენებ ტამპინგს, იგივე პროცესი არის. ტამპინგს ვიყენებ, დესენსიბილიზაცია, ხო, იგივე არის ერთ-ერთი არის კიდე თქვა ხელების მოძრაობით, ეს არის ბატერფლაი, ხო, ანუ ხო, ეს არის ტაქტილური შეხება, ასევე შეიძლება ფეხებზე შეხება, ასე თვალის მოძრაობა, ხო. ხდება გადამუშავება, ანუ იხსენებს ადამიანს თავარი ზოგჯერ არ არის საჭირო ვერბალიზაცია, იხსენებს მოვლენას და თვალის მოძრაობით ხდება იმ იმპულსების გადაცემა, რომელიც გაჭედილი არის და იწყებს მოძრაობა. თვალი რა არის? თვალი არის ტვინის ხილული ნაწილი ჩვენი, რომლის საშუალებითაც ჩვენ წვდომა გვაქვს იმ ნაწილებთან, სადაც ერთგვარად პირობითად გაჭედილი არის მატრამერებელი მოვლენის ის სეგმენტი, რომელიც დამუშავებას არ ექვემდებარებოდა და ეხლა არის საშუალება, რომ გადამუშავდეს. და შემდგომ მე მთავარი ის, რომ უნდა მოხდეს ინტეგრაცია, როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარემოსთან. კეთი, როდესაც ჩვენ დინამიკას უყურებთ ადამიანს, აი თქვა დანაკარგი, ადამიანური დანაკარგი, ჩვენს კულტურაში არის ძალიან კარგი, რომელსაც ჩვენ არ უყურებთ ზოგჯერ ახალგაზრდობაში სერიოზულად ეს პანაშვიდებია თუ ეს რაღაცა ურთიერთდახმარება რაც ხდება, რომელიც არის სწორედ ძალიან სერიოზული ბუფერი იქმნება ადამიანისთვის, მანამ სანამ მარტო აღმოჩნდება თავის დანაკარგთან და თავის თავთან. და როგორც წესი ფსიქოტრაუმატოლოგებს აქვთ თავიანთი წესები, რა დროს უნდა მოხდეს ინტერვენცია, ანუ დავიწყოთ თერაპია, რა არის ის დრო, იმიტომ რომ ძალიან ემთხვევა ეს ქრისტიანულ 40 დაახლოებით წლის თავს იმ დღეებს, როდესაც ხდება იგივე განგაში თუ თაფლობის თუ როგორც დავარქვათ, გინდათ თქვენ გაჭედილობა ბრძანეთ, ადამიანი ზოგჯერ შეიძლება აი გაიჭედოს და დაფიქსირდეს რომელიმე სტადიაში ბრაზის ან სევდის ან უარყოფის მაგალითად და ვეღარ გადალახოს ეს გამომდინარე მისთვის ისეთი სიმძიმის აღქმა აქვს ამის რომ გაექცა და მთლიანად უარყოფს
რომ არ დაიჩაგროს, რომ არ მოხდეს მისი კიდე უფრო დატრამვება. და რა დროს ხდება ინტერვენცია? რა დროს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვთქვათ, რომელ ფაზაში შედიხართ და რა აგვირდებით განსაკუთრებულად? არსებობს 4 ფაზა. პირველი ეს არის შოკი ან მიუღებლობა. მეორე ფაზა არის ბრაზი ან ბრალეულობის განცდა. მესამე ეს არის ერთგვარი დეპრესიული ხდება გადამუშავება და მეოთხე ფაზა არის უკვე გამოსვლის ფაზა. სწორედ აღნიშნეთ მარინა ის სწორედ ის რიტუალები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც არის დანაკარგი. პირველ ფაზას თუ შევეხებით, ხო, ეს არის შოკი. ადამიანი ვერ იღებს მის წარმოდგენაში არის ეს. ხო, გარკვეული ანესთეზია არის და იმდენად შოკშია. ეხლა ცოტა ისეთ მაგალითს ეხლა გამახსენდა, მაგალითს მოვიყვან, როდესაც დაეღუპება დედას ახალშობილი და როდესაც გამოდის სამშობიაროდან, ეტლით გამოდიოდა და ასეირნებდა და ყველას ეგონა, რომ ეს ადამიანი გაგიჟდა. მაგრამ სინამდვილეში იყო მწვავე რეაქცია სტრესზე. შემდგომ ის რამდენიმე ხანში, ანუ ის დაახლოებით 7 დღიდან 1 თვემდე გრძელდება. ეს მისთვის იმდენად შოკური იყო, რომ ამ რეალობას ვერ იღებდა. მე ჩვეულებრივად წარიმართა მისი ცხოვრება, ხო? დაუბრუნდა, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს. შოკი. შემდგომი არის მიუღებლობა, რომ ვერ იღებს ადამიანის გასვლას ამ ქვეყნიდან და ამასაც გარკვეული დრო ჭირდება. ძალიან ხშირად არის ბრაზი და ბრალეულობის განცდა. მე რატო დამტოვა? ბრაზის შემთხვევაში ხო მე რატო დამტოვა? მე რატო იღალატა? მე რატო ჩამაგდო ამ მდგომარეობაში? ან შეიძლება გაუშვათ ბრალეულობის განცდა, რომ შეიძლება რაღაცა დააკლო, ან რაიმე თუ ქონდა უწინა ურთიერთობებში ამ დანაკარგ ადამიანთან მიმართებაში შეიძლება რაღაც გაახსენდეს და აი ამაში იხარშება. დეპრესიული პერიოდი უკვე ეს არის, დეპრესიული უკვე ეს გამოსავალის წინა პერიოდი არის. გამოსავალის წინა პერიოდი არის, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ გადის სტადიებს ადამიანი. პირდაპირ ჩარევა, რა თქმა უნდა, შეიძლება მხარდაჭერითი თერაპია, თორე ჩარევა თერაპია არ არის რეკომენდირებული. და თუ გაიჭედა რომელიმე ფაზაში, ესე იგი მანამდე ქონდა უკვე ეს გარკვეული დაუმშავებელი მის გამოცდილებაში ან ცხოვრებაში და რომელიც არ იყო დაუმშავებელი და ახალია, აი ამაზე ხდება მუშაობა. ხშირ შემთხვევაში ის ჩაშლა არის უკვე ჩვენ რაზედაც ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს ვთქვათ დესენსიბილიზაცია, როგორც თქვენ ძალიან ცხელზე ორიენტირებული, რაც მართლაც ხელს თავისი ნახსიერება აქვს. ტრამაფოკუს თერაპია ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან და სომატური თერაპია არაჩვეულებრივად მუშაობს. სომატურიც და ასევე მუშაობენ სპეციალურად CBT-თაც მუშაობენ, კოგნიტური ქსევითი თერაპიითაც ამაზე ტრავმაზე და არა მარტო ახლა ყველა გეშტალტიც და ყველა მუშაობს ბუნებრივია, მაგრამ ფოკუსირებული არის სწორედ თქვენი თერაპია, რომელიც არის განსაკუთრებულად დამზოგავი, გვერდით მდგომი, რაღაცნაირად მასთან ერთად გადის ადამიანი ამ სტადიებს, რომელშიც ის ხვდება და მე აქ ძალიან მინდა შემოვიტანო დღეს არის უამრავი mindfulness-ი, რაღაც სხვადასხვა ციგუნი, 1000 გვარი საშუალებები, რომელსაც როგორც დამხმარე საშუალებებს იყენებენ მათ შორის რაღაცა
ვარჯიშები ბიჰევიორისტული, რომელიც ძალიან საინტერესოა და მინდა შემოვიყვანო ლოცვის როგორც აი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის. ახლა ამ შემთხვევაში ინსტრუმენტის, თორე ლოცვაზე ჩვენ როგორც ლოცვაზე არ ვსაუბრობთ ამ წუთას, ისედაც ქრისტიანისთვის ჩვენ ვიცით, რომ ლოცვა არის ერთადერთი და ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება ღმერთთან ურთიერთობის, ხო? და როგორ შველის ხომ არ ქონიათ თქვენი პირადი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი თუ კი ამას როცა იღებს ამას, როგორც მოცემულობას, ძალიან ეხმარება აქ უკვე მისი ქრისტიან რწმენა, ჩვენი რწმენა. იმიტომ რომ რთულია მართლაც ეს დანაშაულის განცდა, ეს ბრალეულობა, ბრაზი, რატომე, რა დავაშავე, მე ხო ვცდილობ რაღაცას და ამ დროს ბევრი აზრი ირევა ადამიანის თავში და ზოგჯერ შეიძლება სხვასაც შეადაროს თავის მოკლედ მძიმედ არის და ძალიან უჭირს და ძალიან კარგად ბრძანეთ რომ ფსიქოგანათლება რომ ეს ნორმალურია როგორც არის მან უნდა იცოდეს ნორმალური რეაქცია არა ნორმალური განვითარებული არანორმალური მოვლენაზე ნორმალური რეაქცია და თქვენი გამოცდილებით ხომ არ იტყვით აი თქვა იგივე ლოცვის მნიშვნელობაზე და რწმენის მნიშვნელობაზე ესეთ პაციენტებთან ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც არიან ლოცველები და ვისაც აქ შეხება. რა თქმა უნდა, ყველასთან ვერ შესთავაზებ. რა თქმა უნდა, მზაობაც უნდა იყოს ამისი, იმიტომ რომ გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება ინფორმაცია არ მიიღოს, მაგრამ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასიარებლები არიან, ამავე დროს ლოცველები არიან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, კონტრიბუცია ხდება, იმიტომ რომ ეს სული სამშინელი და სხეული. ანუ ეს გაერთიანება ხდება ამისი, ანუ იქ თვითონ ლოცვა, ზიარება განსაკუთრებული მკურნალობა არის, ასევე სულის მკურნალობა. ხო, სამშინველზე ხდება განსაკუთრებული მკურნალობა და სხეულზეც ხდება მკურნალობა. ამიტომ ეს მთლიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ჰოლისტურია უფრო. ჰოლისტური არის, ხო. იმიტომ სხვა შეიძლება არის კვლევები ლოცვის დროს როგორ იცვლება ელექტროკორტიკოგრამები, თქოთ იგივე მამაოჩვენოს დროს 3 თვის ბავშვის ძილის ფაზაში შედის ტვინი და ეს საოცრებაა, იმიტომ რომ ისეთი სიმშვიდე შემოდის და თვითონ ამ ლოცვაზეც რო არაფერი ვთქვათ ცალკე ზოგადად არიან უკვე ესეთ მეცნიერები, რომლებიც ამას აკვირდებიან და მეცნიერულად ფიქრობენ, რომ ახსნან ეს და კეთი ჩვენი გადაცემა უახლოვდება დასასრულს, აი საოცარი ადამიანი ბრძანდებით, როგორც მოსაუბრე, ასე სპეციალისტი და აქ მე მინდოდა და ალბათ ეს შემდეგი გადაცემის თემა იქნება და იქნებ როგორმე დაგითანხმოთ, რომ კიდე მობრძანდეთ და ითანამშრომლოთ ჩვენთან. პირდაპირ კავშირში არის შემდგომში მიჯაჭვულობებთან ტრავმა. თუ პირდაპირ არა ირიბში მაინც. ესე იგი, ეს ზოგჯერ მიჯაჭვულობის, აი ამ ქცევის პათოლოგიურ ქცევაზე მაქვს საუბარი, ძირში არის რაღაცა ტრავმა, რომელთანაც მიახლოება ადამიანს უჭირს, აი როგორც კომბოსტოს ვადარებ ხოლმე, ბევრი ფურცელი და რო ფსქვნი და რაღაც ვერ ჩადიხარ თითქოს იქამდე. შეიძლება ადამიანი ვერც კი ჩავიდეს და ვერც კი გაიხსენოს და ან როგორ ნახსოვდეს 1 წლის ასაკში, ან მოსლადყოფნის პერიოდში, ამ თქვათ, იგივე დაბადების დროს გავლილი გზები, მის არაცნობიერს ყველაფერი ახსოვს და ტვინში კი არის შენახული და მასთან მხოლოდ სხეულის ენით მოდის და შეგრძნებებით და აი ეს რამდენად არის უბრალოდ ამასთან დაკავშირებული მიჯაჭვულობის ქცევა, აი ამაზე მინდა რომ თქვათ და თქვენ თუ მუშაობთ ამაზე. მიჯაჭვულობის ქცევა ადრეული ასაკიდან იწყება, ხო? ეს არის მიჯაჭვულობა და დაცვითი მექანიზმები.
მიჯაჭვულობა შეიძლება იყოს უსაფრთხო, როდესაც არის უსაფრთხო მიჯაჭვულობა. ეს არის ყველაზე ქმედითი და მნიშვნელოვანი მიჯაჭვულობა. ისევ და ისევ მომდინარეობს აღზრდელისა და ბავშვის სწორი ურთიერთობიდან გამომდინარე. როდესაც ის უსაფრთხოდ გრძნობს თავს და რომც რამე შეემთხვას ბავშვს, მას შეუძლია მივიდეს და თავისი გაანდოს, რაც გადახდა ბავშვს, ხო? შემდგომ არის შფოთვითი მიჯაჭვულობის დროს ესეც ერთგვარი დედის მხრიდან, ანუ მშობელი სარკე არის, ხო? დედა განსაკუთრებით ასევე მამასაც ახლა ყველაფერს დედას ამრალებენ, მაგრამ ზამნიშნულოვანი არის მამის როლის და მამის როლი უნიშნულოვანესი არის, ხო? აი ეს შფოთვითი მიჯაჭვულობა ან მის როდესაც არ შეუძლია რომ ვიღაცასთან ერთად უნდა იყოს სულ აი ჩაკიდებული, იმიტომ რომ ეს შფოთვა, ესეც საინტერესოა, შფოთვაც გასარჩევია და გასანელება რასთან დაკავშირებითაა. სწორედ შეიძლება მუცატოფნის პერიოდიდან მომდინარეობდეს აი ეს მატრაუმირებელი მოვლენის ზეგამნის ქვეშ თუ იმყოფება მშობელი ან პროლონგირებული სტრესის ქვეშ თუ იმყოფება, ხო შეიძლება იქიდანაც მომდინარეობდეს. შეიძლება პიტერ ლევინი აღნიშნავდა, რომ ერთი შეხედვით უჩვეულო გარემოება, მაგრამ ბავშვისთვის საშიშმა გარემოება. შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს როგორც მატრაუმირებელი მოვლენის. ვინაიდან მყიფი არის მისი ფსიქიკა, მყიფი არის, აი ხმა განსაკუთრებით აკუსტიკას აქვს მნიშვნელობა, აი ხმას, აი ყვირილს, ტემბრს დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოთქმულს და ამ შემთხვევაში რა ხდება და როგორ შეიძლება რომ ამოიცნოს, ხო? მშობელმა თუ აღზრდელმა, როდესაც არის უძილობა რაღაც გარკვეული მოვლენის, ანუ ძალიან დაკორვებული უნდა იყოს მშობელი, გაწაფული, ასე ვთქვათ, გაწაფული თვალი უნდა ქონდეს, რომ და ყური, ხო, რომ მიხვდეს რა საჭიროება, რა ხდება შიგნით თვითონ ბავშვი, ხო, რა იმპულსები მოდის. ენურეზი ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, მოუსვენრობა, რეგრესული ქცევა, თითის წოვა შეიძლება განპირობებული იყოს სწორედ ამითი. ანუ კარგი თვალი და კარგი დაკორვება საჭირო. ძალიან დიდი მადლობა ქეთი, ჩვენი დრო მთლიანად ამოიწურა. მე იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება, ძალიან საინტერესო იყო და ცოტა განსხვავებული და განსაკუთრებული რაკურსით შეგვახედეთ ტრაუმაზე და მე წარმატებებს გისურვებ თქვენ საქმიანობაში. მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. მე გმინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოტრაუმატოლოგი ქალბატონი ქეთევან მღებრიშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.